ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ პოლიტიკური დიალოგი და საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ახალი ინსტიტუციური ჩარჩო ჩამოვაყალიბეთ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის შეფასებით ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა საქართველოს ევროპისაკენ მიმავალი გზაზე კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი ეროვნულ იდეას წარმოადგენს შეუქცევადი პროცესია. პრემიერმა თავისუფალი სავაჭრო ზონისა და ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს მიღწევებს პროგრესულად მიიჩნევს. შეხვედრაზე დე-ფაქტო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დაწესებული შეზღუდვები განვიხილეთ. ორმხრივი შეშფოთების საგანია ის შეთანხმება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის იდება. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ შეუწყობს ხელს რეგიონში ვითარების დეესკალაციას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავაც აქტიურად დასვამს ამ საკითხს რუსეთის წინაშე. ჩემი ამბიციაა ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, რისთვისაც გამოყენებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ განვიხილავთ ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც ევროპული დემოკრატიის საფუძველს. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია მტკიცედ იყოს დაცული სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის ძირეული პრინციპები და თითოეული ქვეყნის უფლება თავად განსაზღვროს და წარმართოს თავისი საგარეო პოლიტიკა. ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ისტორიული დღე იყო, შედგა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების პირველი სხდომა, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობას თვისობრივად ახალ სამართლებრივ ფორმატში. ამ სხდომამ დაამტკიცა ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ ჩვენ ეფექტიანად ვიმუშაოთ ახალი შესაძლებლობების და ასევე ახალი ვალდებულებების კონტექსტში. კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენ საზოგადოებას ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზის დახურვა, რადგან ჩვენ ქართველი ხალხისთვის მთავრობას მოგვილოცა ეს დღეს ევროკავშირმა და მინდა ეს გადავწე ჩვენ საზოგადოებას და უთხრა ის, რომ ჩვენ გავხსენით ამ პროცესის მეორე ფაზა, როდესაც შეგვეძლება, რომ ევროკავშირმა უკვე შეამოწმოს ჩვენ მიერ შემუშავებული რეფორმები პრაქტიკაში, როგორ ხორციელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროცესი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.